არ მეშლება, ხო? ზოგადად არ ვარ, მაგრამ ნუ ერთ-ერთი თანამდებობის პირდა. აი რა მინდა თქვა, მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ვიყავი ნეგატიურად კრიტიკულად განწყობილი, მაინც მიხარობდა, რომ ჩავთავდი მაგალითად რუსთავიორს და სადღაც იხსნებოდა იუსტიციის სახლები, რაღაცა კეთდებოდა. ეს ჩემთვის ეხლა რა ბოროტი ადამიანი ხო არ უნდა იყო მტერი საკუთარი ქვეყნის, რომ რაღაცა რო კეთდება არ გაგიხარდეს, ხო? აი თქვენ დაუკვირდით იგივე აი ამ ეხლა სახელების დასახელება არ მინდა, ყველა კარგად ხვდებით რაზე მაქვს საუბარი. იმ ტელევიზიებზე, რომლებსაც მიყავთ რაღაცა ფონი. ესე იგი, რაღაცა თუ კეთდება, სასტუმრო აშენდა, თქვათ რაღაცა გვირაბი გაკეთა, სარკინიზო, ესე იგი 50 წუთზე გადის ესე იგი 1 წუთიანი სინქრონი, სადაც გაიხსნა აჩვენებენ და იმას და თქვენ როგორ გახსოვთ, აი, როდესაც რაღაცა კეთდებოდა, მთელი 10 წუთი ამაზე იყო საუბარი და ეს კარგიც იყო. პირველი ნიუსი გადიოდა ეს, დღეს ეს აღარ არის. და საზოგადოებაში, როდესაც ჩვენ მიაწვდი ინფორმაცია საზოგადოებას, რომ 10 კი არა 20 წუთი ერთი მკვლელობაზე არის, რაღაცა დაჭრაზეა საუბარი ინტერვიუს ანუ ეს ფონს ქმნის შაფალება არის, რომ მედია ქმნის რა თქმა უნდა, ეხლა ეს ჩემი სიტყვები არა, მედია ძალიან დიდი ძალა აქვს. როდესაც ნეგატივი შუქდება დიდი რაოდენობით, პოზიტივი არ შუქდება და წუთი ეთმობა, მაგალითად, რაღაცა სასტუმრო გაიხსნა თბილისის ზღვაზე, აი უყურებდი ჩავინიშნე. ზუსტად გავიდა 50 წამი. 40, როცა ამას რუსთავიორი მაგალითად სააკაშვილის ხელისუფლება რო ყოფილიყო, პირველი ნიუსი დაიწყებოდა, ჩართვები იქნებოდა, ყველა ოთახს აჩვენებდნენ იმ ახალაშენებული სასტუმროსი და რა ვიცი, მთელი ამბები იქნებოდა. კარგად, მოდი რა შენ სტატისტიკა, რომელიც ბატონო ნიკოლოზმა მომაწოდა, ის დიდი მადლობა. აი ზუსტად იმას ამტკიცებს, რაც მოგახსენეთ. ბატონო ნიკოლოზ, იმიტომ რომ საერთო ჯამში დანაშაულის არ იკლება 27000-დან 26000-მდე. ეხლა შევხვდით ცალკე დანაშაულს. არა, ზოგან გაზრდილია, ზოგან არა.